გამარჯობა, თქვენ უყურებთ ამერიკის ხმას და ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი დღეს. მე ეკა მაღალდაძე ვარ და დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ. დელიბორ, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტმა სულ ახლახან გამოაცხადა დამატებითი სავიზო შეზღუდვები. რას ეუბნება ამერიკა ამით საქართველოს ხელისუფლებას? ვფიქრობ, მთლიანობაში ეს კარგი ამბავია. ეს აგზავნის სიგნალს, რომ ამ პერიოდშიც კი, როდესაც ერთი ადმინისტრაციის დრო იწურება, მას მაინც სრულად არ მიუტოვებია თავისი პასუხისმგებლობების საგარეო პოლიტიკის კუთხით, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით. ვფიქრობ, იყო გარკვეული წუხილი შიში, რომ საქართველოს პორტფოლიო არ არის პრიორიტეტების სიაში საკმარისად ზემოთ, როგორც მიმავალი, ისე მომავალი ადმინისტრაციისთვის. ასე რომ, მივესალმები ამ ნაბიჯს და ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეზღუდული მასშტაბის ზომებია. ეს ახალი შეზღუდვები დაახლოებით 20 პირს შეეხება და მართლაც საკმაოდ დაგვიანებულია. ჩვენ უკვე საკმაო ხანია ვიცით იმ გაყალბების, манипуляციების შესახებ, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირდა. დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით პროტესტის ჩახშობას, რაც უკვე კვირები აგრძელდება. ასე რომ ვისურვებდი მეტი გაკეთებულიყო და უფრო ადრე. სავიზო სანქციები, სავიზო შეზღუდვები ჩვენ აქამდეც ვიხილეთ დაახლოებით ნახევარი წლის წინ. ჯერ პარტნიორობის ყოვლის მომცველი გადახედვა გამოცხადა და შემდეგ სავიზო შეზღუდვების სამხედრო წვრთნების გადადება. თუ ფიქრობთ, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა, რას ფიქრობთ, რა იყო იმის მიზეზი, რომ ეს არ მოხდა? ვფიქრობ, ეს არსებითად მარცხი იყო. ამ ზომებმა ამ დრომდე ვერ მოახერხა ქართული ოცნების ცუდი ქმედების შეკავება. ჩემი აზრით ეს ისე უნდა გაკეთებულიყო, რომ ეს ყველაფერი ადმინისტრაციას ქართული პარტნიორებისთვის არჩევნებამდე ძალიან მკაფიოდ უნდა აეხსნა. რომ თუ რაიმე ტიპის გაყალბება ან სხვა მაქინაციები მოხდებოდა, ამას ძალიან სწრაფი და დაუყოვნებელი პასუხი მოჰყვებოდა ამერიკის ხელისუფლებისგან. არ მგონია, რომ არჩევნებამდე ასეთი კომუნიკაცია შედგა. ვფიქრობ, უფრო მკაფიო კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო ამ თემაზე იმის იმედით, რომ ეს შეაჩერებდა იმ ტიპის შედეგს, რაც ვიხილეთ. ასე რომ ამ კონტექსტში ეს მარცხი იყო, რადგან მიზანი რა თქმა უნდა არ არის საქართველოს სანქცირება როგორც ასეთი, მაგრამ ამან უნდა უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის მხრიდან ქცევის ცვლილება. და თუ ამას ვერ ვნახავთ, ვფიქრობ, უნდა გვესმოდეს, რომ რაც უკვე გაკეთდა, არ იყო ეფექტიანი. თავისი როლი უნდა შეასრულონ ევროპელმა პარტნიორებმაც. ეს არაა მხოლოდ ამერიკის მხრიდან გასამკლავებელი პრობლემა, ასევე არ გვინახავს ძალიან მკაცრი პასუხი ბრიუსელიდანაც. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დემონსტრაციების ძალისმიერი დაშლის პასუხად სავიზო სანქციები უკვე დააწესეს. ამ საკითხზე ბრიუსელი კვლავ გეგმავს მსჯელობას და ნაბიჯების გადადგმას, განიხილება სწორედ ზოგიერთი ტიპის პასპორტისთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვაც. რას ფიქრობთ, რის გაკეთება შეუძლია ამ ეტაპზე ევროკავშირს? ვფიქრობ, იდეალურ შემთხვევაში ევროკავშირსაც ამერიკის მსგავსად ქართული ოცნებისთვის არჩევნებამდე უნდა აეხსნა, რომ თუ იმ შედეგებს ნახავდით, რაც საბოლოოდ ვიხილეთ, გულისხმობ მასშტაბურ გაყალბებასა და манипуляციას, შემდეგ კი დემონსტრანტებზე ძალადობას. ეს დაასრულებდა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. არ მგონია, რომ ეს სწორად იყო მიწოდებული. ქართულმა ოცნებამ შეძლო ფორმალურად, ნომინალურად კვლავ საქართველოს ევროპული მომავლის ერთგულად დარჩენილიყო. ევროპელ ლიდერებს არ უნდა მიეცათ მისთვის ამის საშუალება. ახლა კი ვარ სიტუაციაში, რომელშიც ქართული ოცნება ძალაუფლებას იმყარებს და ევროკავშირმა შესაბამისად უნდა იმოქმედოს. იმასთან ერთად, რომ არ იქნება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, მან უნდა დააწესოს სამოგზაურო შეზღუდვები, ქონების, აქტივების გაყინვა, რეჟიმის კონკრეტული წევრებისთვის აკრძალვები, მათ შორის იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც დემონსტრაციების დაშლაშია ჩართული. მე არ მგონია, რომ უვიზო რეჟიმის სრულად გაუქმება უნდა მოხდეს, რადგან არ მინდა რიგითი მამაცი ქართველები, რომლებსაც თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურთ, ამ პროცესში დაზარალდნენ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ევროპელი ლიდერების განსახილველი და გადასაწყვეტი საკითხია. თუმცა ეს გზავნილები ევროკავშირსაც უკვე ჰქონდა. ზაფხულიდან მოყოლებული ამბობენ, რომ გაწევრიანების პროცესი არაფორმალურად შეჩერებულია. შეწყდა მთავრობის დახმარების პროგრამებით, თუმცა მაშინ, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არ არის მათთვის საყურადღებო ან პრობლემური, რომ მათ დასჯას დასავლელი ლიდერები დამოუკიდებელი სუვერენული გადაწყვეტილებისთვის ცდილობენ და რომ ეს ყველაფერი მაინც ქვეყნის სასიკეთოდ ხდება. რამდენად მოიტანდა სხვა ნაბიჯები მეტ შედეგს, ისე რომ პირიქით მეტი კრიტიკის საგანი არ გამხდარიყო. ძალზედ ცხადად ჩანს, რომ ის, რასაც ჩვენ ამჟამად საქართველოში ვუყურებთ, სრულიად შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან. ვისურვებდი ევროკავშირს გადაეხედა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მინიჭების მთელი ამ საკითხისთვის და გაწევრიანების მოლაპარაკებების დე-ფაქტო შეჩერების და ევროკავშირის დახმარების გაყინვის ერთგვარი ესკალაცია მოეხდინა. შემდეგ კი უფრო მკაფიო გაეხადა, რომ თუ ასე სურს ქართულ ოცნებას მართვა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა არ არსებობს, რომ გამორიცხული
რთულია ვინმე ვინც ქართულ ოცნებასთან აკავშირი დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანას ეწვიოს. ამაზე ვეღარც იოცნებებს. ან ვინმემ საკუთარი დივიდენდები იქ დააბანდოს, ან საერთოდ რაიმე სახის ბიზნესი აწარმოოს მათთან და რამენაირი მოგება ჰქონდეს იმ კავშირებით, რითიც საქართველოს ჯერ კიდევ სარგებლობს ევროკავშირისგან. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ვაშინგტონში საპრეზიდენტო გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით ვითარება საქართველოსთვის, როგორც იცით, ცოტა უფრო რთული და გარკვეულწილად რისკიანიცაა. ჩემი აზრით, ძალზე სახიფათო იქნება თუ საქართველოს და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის საკითხი პარტიებს შორის დაპირისპირების საგნად იქცევა. შესაძლოა ეს იყოს ქართული ოცნების ერთ-ერთი საუკეთესო სვლა, რომ ისინი ვერ ეწყობიან ამჟამინდელ ადმინისტრაციას. შესაძლოა ახალთან გადატვირთვა სწანონ. ვფიქრობ ეს გარკვეულწილად ხსნის კიდეც იმ ფრთხილ ქცევას, რომელიც ჩვენ თბილისის მიმართ ახლანდელი სახელმწიფო დეპარტამენტისა და ახლანდელი მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან ვიხილეთ. მაგრამ მნიშვნელოვანია ქართულმა ოცნებამ გააცნობიეროს ისიც, რომ რუსეთისა და ჩინეთისადმი ხელის გაწვდენა და უბრალოდ რომ თქვათ, ყოველმხრივ ცუდის აქციელი, რაც ამ ხელისუფლებისგან ვიხილეთ, ვერ მოუტანს მათ კეთილგანწყობას, ვერ დაეხმარება მას ვერც დღევანდელ ვაშინგტონში და ვერც იმ ვაშინგტონში, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი გაუძღვება. თქვენ მაინც ამბობთ, რომ მეტი იყო საჭირო, მეტი ესკალაცია, პარტიულ საგნად ამ თემის ქცევის შიშის გარდა, როგორ ფიქრობთ, რა მიზეზი ჰქონდათ ამერიკას და ევროკავშირს? მაინც არსებობდა იმედი, რომ ოცნება კურსს შეიცვლიდა, თუ მათ კიდევ მეტ შანსს უტოვებდნენ იმ ზომებზე რეაგირებისთვის, რაც უკვე დაწესებული იყო. ვფიქრობ, არჩევნების დრო გარკვეულწილად ცუდ მომენტს დაემთხვა. ვაშინგტონში საარჩევნო სეზონი იდგა. ევროკავშირშიც გარდამავალი პროცესი იყო. ახალი კომისიითა და ახალი უმაღლესი წარმომადგენლით საგარეო პოლიტიკის საკითხებში. მოგეხსენებათ, ევროკავშირის საკმაო ბიუროკრატიულობიდან გამომდინარე, ბრიუსელი ნამდვილად არ იყო მზად სწრაფი რეაგირებისთვის. იმის მიუხედავად, რომ ვითარება საკმაოდ მოსალოდნელი და სავსებით პროგნოზირებადი გახლდათ. შეერთებულ შტატებშიც საარჩევნო სეზონი დაემთხვა. წუხვა რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ საქართველოს ვაშინგტონში არც ერთი მხარის პრიორიტეტთა სიაში არ ზის. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რეაგირება არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ამას შედეგად მოჰყვება ის, რომ ამერიკელებს ამ საკითხთან გამკლავება სავარაუდოდ 20 იანვრის შემდეგ მოუწევთ. ქართული ოცნების ლიდერები გამუდმებით მიუთითებენ, რომ არც ეს შეზღუდვები ნიშნავს არაფერს, არც პირდაპირი სანქციები, რომ მათ არც იციან ამ ზომების მოქმედების ან ეფექტის შესახებ. რა შედეგი შეიძლება სინამდვილეში გამოიღოს ამ კონკრეტულმა ნაბიჯმა დღევანდელ ვითარებაში? ალბათ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ეს დიდ განსხვავებას არ ქმნის, მაგრამ ოდნავ უფრო ფართო ჯგუფისთვის, ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პოლიტიკაში არიან ჩართულნი, შესაძლოა ეს ნიშნავდეს მათ იძულებას გააკეთონ არჩევანი ჰქონდეთ ევროპული საქართველო, რომელიც დაკავშირებულია დასავლეთთან და წინ მიიწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუ ჰქონდეთ საქართველო, რომელიც პრაქტიკულად რუსეთის სატელიტია. ეს წესით მათთვის იმპულსი უნდა იყოს. რამდენადაც უფრო ძლიერი იქნება დასავლეთის სიგნალები იმის შესახებ, რომ ახლანდელი ტრაექტორია მხოლოდ იზოლაციას ნიშნავს და იმას, რომ ქვეყანა რუსეთზე დამოკიდებული გახდეს, მით უფრო ნაკლებ სავარაუდოა, რომ ქართული ოცნება ამ გზას გააგრძელებს. და რა გზავნილია ეს სავიზო შეზღუდვები იმ ხალხისთვის, ვინც ქუჩის პროტესტს აგრძელებს? მე დიდი აღფრთოვანებით და პატივისცემით ვუყურებ ქართველი ხალხის სიმამაცეს და მათი ბრძოლისადმი სოლიდარული ვარ. ვისურვებდი, რომ დასავლელმა ლიდერებმა მეტი გააკეთონ მათ მხარდასაჭირად, მაგრამ ეს ხალხი, ვინც ყოველდღიურად ქუჩაში გადის, რეალურად მომავლის ხმაა და ისინი საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებენ. დიქტატორები და ავტორიტარული რეჟიმები ყოველთვის უფრო ძლიერად გამოიყურებიან მანამდე, სანამ ეს ასე აღარაა. ჩვენ ეს ვიხილეთ სულ ახლახან სირიაში და ვფიქრობ, საბოლოოდ ვნახავთ ამას საქართველოშიც. თქვენ სწორედ ამ საკითხებს სწავლობთ იმ ქვეყნების დემოკრატიულ უკუსლას, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დემოკრატიული გარდაქმნის პროცესი გაიარეს. სადაა დღეს საქართველო ამ გზაზე? ცხადია, საქართველო არაა პირველი ქვეყანა, რომელიც შიდა უკუსლის პროცესს გადის, სადაც დემოკრატიული რეჟიმი იყო, პროგრესი, ღია საბაზრო ეკონომიკა და ასე შემდეგ. და შემდეგ ეს პროგრესი უკან წავიდა. ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითები უნგრეთში, პოლონეთში. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მაგალითად უნგრეთის შემთხვევაში ეს უკუსლა მოხდა ევროკავშირის წევრობის პირობებში და ეს აფერხებდა იმას, რეალურად რისი გაკეთება შეეძლო ვიქტორ ორბანსა და მის მთავრობას. საქართველოს შემთხვევაში ასეთი დამცავი ჯებირები, ერთგვარი მოაჯირები არ გვაქვს და საბოლოო რისკები ქართველებისთვის გაცილებით დიდია, თუ ქართული ოცნება ამ გზით სვლას განაგრძობს.
პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე თქვა, რომ ურთიერთობა ამერიკასთან 20 იანვრის შემდეგ დალაგდება. ცხადია, არავინ იცის, როგორი იქნება საგარეო პოლიტიკის კონკრეტული ასპექტები, თუმცა როგორ ფიქრობთ, ოცნების ლიდერების გაღრმავებული ურთიერთობები ჩინეთთან თუ ირანთან და მსგავსი ნაბიჯები როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს რესპუბლიკელთა ადმინისტრაციისთვის ვაშინგტონიდან? ნამდვილად ძნელია იმის პროგნოზირება, რა პრიორიტეტები ექნება რესპუბლიკურ ადმინისტრაციას ისეთი ცვალებადი არაპროგნოზირებადი პირის ლიდერობით, როგორიც დონალდ ტრამპია. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ კონკრეტულად კონგრესში ძალიან მკაფი ორპარტიული შეშფოთება არსებობს იმ გზის შესახებ, რასაც საქართველო დაადგა. მგონია, რომ ადმინისტრაციაზე კონგრესის რესპუბლიკელებისგანაც იქნება წნეხი. კონკრეტულად კი სენატისგან მათ დემოკრატ კოლეგებთან ერთად იმისთვის, რომ ნამდვილად ფართოდ გახელილი თვალებით შეხედონ საქართველოს გეოპოლიტიკურ კავშირებს. მისი დემოკრატიის მდგომარეობას. და თუ ბატონი ივანიშვილი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპთან რაღაც საფუძვლიან გადატვირთვა შეძლებს, შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეს. With Donald Trump, he might end up being disappointed. ვაშინგტონში კი ასევე პოსტსაარჩევნო პერიოდია და სადღესასწაულო შესვენებამდე საინტერესო პოლიტიკური კვირებია. კონგრესმა მალე არჩეული პრეზიდენტის კაბინეტის წევრები უნდა დაამტკიცოს. სენატორები კანდიდატების კვალიფიკაციაზე, მათ შეხედულებებზე და ამა თუ იმ საკითხის შესახებ დამოკიდებულებაზე უკვე მსჯელობენ. დემოკრატმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოს შეხვდა და სხვა თემებთან ერთად საქართველოს თაობაზეც ესაუბრა და უთხრა, რომ თბილისის მიმართ ამერიკის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. კონგრესის ორივე პალატა 3 იანვრიდან რესპუბლიკელების ხელში იქნება. როგორი იქნება მთავრობის დამტკიცების პროცესი ვაშინგტონში? ნახეთ სიუჟეტი. საარჩევნო წლის მიწურულს ახალი კონგრესის შეკრებამდე რამდენიმე კვირით ადრე დონალდ ტრამპის მთავრობის წევრობის კანდიდატები სენატორებს ხვდებიან. სწორედ სენატმა უნდა გადაწყვიტოს მათი დამტკიცების საკითხი. 8 წელიწადმა ფლორიდის გენერალურ პროკურორად მუშაობის წინა გამოცდილებამ დარწმუნებული ვარ ამ საქმისთვის მოგამზადად. დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნობის კანდიდატად შერჩეული მარკო რუბიოს დამტკიცებაში ეჭვი ბევრს არავის ეპარება. საგარეო პოლიტიკას პრეზიდენტი განსაზღვრავს. სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენი საქმე კი მისი აღსრულებაა. თუმცა პიტ ჰექსეტს თავდაცვის მდივნობის კანდიდატს სამხედრო სფეროში მაღალი თანამდებობა არასდროს ჰქონია. ის Fox News-ის ტელეწამყვანი იყო. ჩემთვის მეომრები ყველაზე მთავარია. უპირველესი, სწორედ ამის გაკეთება მთხოვა მე დონალდ ტრამპმა. ჩვენი საქმეა, რომ ეს მებრძოლი სულისკვეთება პენტაგონში დავაბრუნოთ. ჰექსეთი ერთ-ერთია იმ რამდენიმე კანდიდატს შორის, ვისაც წინააღმდეგობრივი პოლიტიკური კომენტარები აქვს გაკეთებული. შესაძლოა ზოგიერთმა სენატორმა მათ მიმართ კრიტიკა არ დაფაროს. მომავალმა პრეზიდენტმა ტრამპმა არ უნდა მიიჩნიოს, რომ ისინი აუცილებლად დაეთანხმებიან, რადგან რესპუბლიკელთა მხარეს არიან ისეთები, ვინც თუკი საკმარის ყურადღებას და პატივისცემას ვერ მიიღებენ, შეიძლება მას ცხოვრება ნამდვილად გაურთულონ. სენატის უმრავლესობის მომავალი ლიდერი ჯონ თუნი პრეზიდენტს სწრაფ და წარმატებულ კენჭისყრას ჰპირდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მისი ნომინაციები სწრაფად დავამტკიცოთ. ისინი საკუთარ პოზიციებზე მუშაობას შეუდგნენ და შეძლონ მისი დღის წესრიგის განხორციელება. თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა კანდიდატების კონგრესის შესვენების დროს დამტკიცების წინადადება წამოაყენა. ზოგჯერ საკამათო მანევრი, რათა კანდიდატების დამტკიცების საქმეში კანონმდებლების კონსტიტუციურ როლს გვერდი აუარონ. რა მოხდება პრეზიდენტმა, რომ კონგრესის სესიის განზრახ გადადებას სცადოს და ეს უფლება სწორედ შესვენებისას კანდიდატების დასამტკიცებლად გამოიყენოს? ეს არასდროს მომხდარა, მაგრამ როცა ის ამბობს, რომ სურს ეს დამტკიცებები მოხდეს, ერთადერთ გზად სესიის გადადება რჩება, მაგრამ ეს სასამართლოებში გასაჩივრდება. რესპუბლიკელი სენატორები ამ იდეას ეწინააღმდეგებიან. ცხადია არ მგონია, რომ სენატის პასუხისმგებლობებს გვერდი უნდა ავუაროთ. კანდიდატები კონგრესის შესვენებისას ისტორიულად ორივე პარტიის პრეზიდენტებს დაუმტკიცებიათ, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ეს შესაძლებლობა ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას შეზღუდა.
1971 წლის შემდეგ პირველად სირიელები ასადების დინასტიის მმართველობისგან თავისუფლები არიან. გაქცეული ლიდერი ბაშარ ალ-ასადი მოსკოვმა შეიფარა, თუმცა მოსკოვშიც სირიის საელჩოს თავზე ამბოხებულთა სამვარსკვლავიანი დროშა აღიმართა. შეცვლილ რეალობას დასავლეთში სიფრთხილით ადევნებენ თვალს. სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით, ის შესაძლებლობებთან ერთად რისკებსაც მოიცავს. რას აჩვენებს ასადის მარცხი მისი მოკავშირე მოსკოვის შესახებ? რა როლს ითამაშებს ქვეყნის მომავალში ამერიკა თუ რეგიონის ისეთი მოთამაშეები, როგორიც მაგალითად თურქეთია? ახლა ანალიტიკოსები სწორედ ამ კითხვებზე ცდილობენ პასუხის გაცემას. მოსკოვში სირიის საელჩოს თავზე სირიის ოპოზიციის დროშა აღიმართა. იმის ნიშანი, რომ რუსეთმა ახლო აღმოსავლეთში საკვანძო მოკავშირე დაკარგა და ახლა რეგიონში თავის სტრატეგიასა და ალიანსებზე თავიდან უნდა იფიქროს. კრემლმა სირიის გაძევებულ ლიდერსა და მის ოჯახს მოსკოვში თავშესაფარი მიანიჭა და საკითხზე მსჯელობისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ასადის დამხობა მოსკოვისთვის სერიოზული დარტყმაა. მოსკოვის სირიის ომში ასადის მხარდასაჭერად 2015 წელს ჩაერთო. დააბანდა რესურსები და რუსი ჯარისკაცების სიცოცხლე, რაც შეიძლება ახლა უნაყოფო აღმოჩნდეს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სირიის დაცემამ რუსეთთან ერთად ირანიც დაასუსტა. მათ დაკარგეს ჰეზბოლა, სულ მცირე მათი მომარაგების უნარი. მათ დაკარგეს სირია. საკითხი ისაა, ახლა ჰუთებს თუ შეინარჩუნებენ. ან რეგიონის სხვა ქვეყნები, მაგალითად საუდის არაბეთი, წყალში სისხლის სუნს თუ იგრძნობენ. The end of this regime is a defeat for all. ამ რეჟიმის დასასრული არის მარცხი ყველასთვის, ვინც მისი ბარბაროსობა და კორუფცია შესაძლებელი გახადა. ყველაზე მეტად ირანისთვის, ჰეზბოლასთვის და რუსეთისთვის. ასე რომ ეს მომენტი ისტორიულ შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ მას მნიშვნელოვანი რისკებიც ახლავს. ესაა რისკები, რომელთა შემსუბუქებაც ამერიკის შეიარაღებული ძალების მიზანი იყო მაშინ, როდესაც ცენტრალურ სირიაში ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს 75 სამიზნეს ავიაგამანადგურებლებით, B-52 ბომბდამშენებით და A-10 საბრძოლო თვითმფრინავებით დაარტყა. ეს ნაბიჯი იმისთვის გადაიდგა, რომ ტერორისტულ ჯგუფს ეგრეთ წოდებულ ისლამურ სახელმწიფოს შექმნილი ვითარებით არ ესარგებლა. მომავალში რეალური საფრთხე იქნება ისლამური სახელმწიფო ალ-ჰოლის ციხის ბანაკს თავს დააღწევს თუ არა. ამ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ათასობით მებრძოლი, ათასობით ექსტრემისტი, რომელიც არა მხოლოდ სირიას და ახლო აღმოსავლეთს, არამედ თურქეთსა და ევროპასაც მოედება. შეერთებული შტატების სამხედრო უწყებას სირიაში დაახლოებით 900 ჯარისკაცი ჰყავს, რათა სირიის დემოკრატიულ ძალებს ისლამური სახელმწიფოს მიერ ძალების აღდგენის თავიდან აცილებაში დაეხმაროს. ჩვენი ჯარისკაცები, პირადი შემოადგენლობა და ყველა სხვა დაცულია. გსურს დავწმუნდეთ, რომ ყველა ჩვენი მოკავშირე უსაფრთხოდაა და დაცულია. გვინდა დავწმუნდეთ, რომ ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სირიის 13 წლიანი ომის შემდეგ ასადის დაცემით სარგებელს სხვები მიიღებენ. The big winner here is Turkey. აქ დიდი გამარჯვებული თურქეთია. ვფიქრობ, ერდოღანი აღტაცებულია ტრამპის მინიშნებით, რომ სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას აპირებს. ასე რომ თურქეთის აქციები იზრდება, იმავდროულად რუსეთის აქციები ეცემა. კრემლის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ახალ ხელისუფლებას ეკონტაქტებიან. მიანიშნებენ, რომ მოსკოვს სირიაში დასარჩენად რაიმე შეთანხმების მიღწევა სურს, მაგრამ როლი, რომელიც მოსკოვს ასადის მიერ სირიელი ხალხის რეპრესიებში ჰქონდა, შეიძლება ბევრის მეხსიერებაში ისე იყოს ჩაბეჭდილი, რომ მისი წაშლა გაძნელდეს. ვნახეთ, როგორ ბომბავდა რუსეთის საავადმყოფოებს, ბომბავდა სკოლებს, ეხმარებოდა ასადს მოსახლეობის თავზე კასრი ბომბები ჩამოეყარა. ხარს უჭერდა ასადს, როდესაც ის ქიმიური იარაღს იყენებდა. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მომავალი მთავრობა, რა შემადგენლობისაც უნდა იყოს. იქნება ეს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი, იქნებიან თუ არა ჩართული ქურთები, თუ იქნება ნებისმიერი ჯგუფი. ისინი ვერ შეძლებენ უეცრად დაივიწყონ ის სისასტიკე, რომელიც რუსეთმა სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართა. მთავრობის სწრაფი დაცემა ბევრისთვის ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წარმოუდგენელი იყო. ხელისუფლების სტრუქტურის დანგრევამ, რომელზეც ბევრი ადამიანი ამ დრომდე ფიქრობდა, რომ სამუდამო იყო შექმნა ახალი ლანდშაფტი, თუმცა მისი კონტურები ჯერჯერობით ბუნდოვანია. დღეისათვის სულ ეს იყო. თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი. დღეს მე ეკა მაღალდაძე ვარ. შემოგვიერთდით მომავალ კვირასაც საქართველოს პირველ არხზე ამავე დროს. ჩვენი ამ და სხვა გადაცემების ნახვა კი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ვებგვერდზე amerikiskhma.com. სიახლეებისთვის თვალისადევნებლად გამოვყევით Facebook-ის, Instagram-ის, X-ისა და YouTube-ის ოფიციალურ გვერდებზე. მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. დროებით.